მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ მოდით ვნახოთ თემა თქვენი პირადი ცხოვრება უახლოს 2-3 თვის განმავლობაში. ვნახოთ რა გელოდებათ. ვნახოთ ხა რა ენერგიებიც იქნება, რა ახალი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ახალი, თქვათ, გაქვთ თუ არა შანსი იმათვის, ვისაც ახალი უნდა, თქვათ, ურთიერთობა, ვისაც, თქვათ, აქვს უკვე ურთიერთობა, მან როგორ განვითარდება, ანუ ყველაფერს აბსოლუტურად ჩვენ განვიხილავთ. ვეცდები, რომ ისეთი გაშლა გავაკეთოთ, ჩვენ ისეთი კითხვები მაქვს, რომელიც ნამდვილად მე მგონი გამოადგება ყველას, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ სიგნიფიკაციაც მე ვფიქრობ აქ იქნება თქვენ მაგას უკვე იცნობთ. მოდ ასეთ ფორმატში გავაკეთოთ ჩვენ თქვენ ეხლა თქვენი ინტუიცია ჩართეთ ცოტა ასე გავაკეთოთ. აბა ვნახოთ ახლა რა ენერგიები იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე უახლოს თვეებში. ჩვენ ხო რამდენიმე თვეს ვიღებთ ხო ამ თვეებში. ისეც ვნახოთ ჩვენ, ანუ რა ახალი შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში. იქნება თუ არა შანსი ახალი გაცნობის ან ურთიერთობისთვის. ვნახოთ ახლა როგორ შეიძლება განვითარდეს უკვე არსებული ურთიერთობა, თქვათ რაღაც ურთიერთობა თუ ვინმეს თუ გაქვთ ხო? ვნახოთ ახლა რა გაკვეთილებიც გვაქვს ჩვენ, ხო? როგორ მოგიწევს მაგისი გავლა პირად ცხოვრებაში, ნუ აგიხსნით რა. რა დაბრკოლებები შეიძლება გამოჩნდეს? როგორ შეგიძლიათ თქვენ თვითონ რომ დააჩქაროთ დადებითი ცვლილებები თქვენ პირად ცხოვრებაში? ვნახოთ რა გაგახარებთ თქვენ ამ პირად ცხოვრებაში რა ცვლილებები გაგახარებთ და ვნახოთ ახლა საერთოდ რა იქნება ამ პერიოდის საერთო შედეგი, აი როგორი შედეგი იქნება. აი ესეც ვნახოთ ახლა, ხო? აქ გვაქვს ჩვენ ამ არხზე გრძელი გარჩევები, ესეთი ღრმა გარჩევები, ვისაც უყვარს მოკლე გაშლები, იცით თქვენ რომ მეორე არხიც მაქვს და შეგიძლიათ იქ გადახვიდეთ, ან TikTok-ზეც ბევრი მაქვს. ვისაც მატრიცაზე აინტერესებს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნახოთ სხვა ჩემი არხები. ხო, კიდე ამასაც გეტყვით, რომ ვიწყებ მატრიცაზე, ახლა ერთვიან ძალიან საკმაოდ დიდი ფასდაკლება მაქვს, ამას არ ვაკეთებ, მაგრამ ახლა არის ეს დაბნელების დერეფანი და მინდა რომ თქვენ, ვისაც მართლა გჭირდებათ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ თქვენს ცხოვრებაზე. თქვენი სულის გზაზე. ნახოთ ახლა თქვენ, ანუ რა ენერგიები იქნება თქვენს პირად ცხოვრებაში უახლოს თვეებში. შეხედეთ. აქ არის ძალიან ესეთი ენერგია, რომელიც გვეუბნება ჩვენ რომ ნამდვილად კარგი, აი ძალიან მაგარი ენერგიები, რომელიც იმოქმედებენ თქვენ პირად ცხოვრებაზე, ანუ აქ შეიძლება ახალი, თქვათ, გაცნობა არ გამოვრიცხავ, რომ ახალი იყოს, თუ დაუშვათ უკვე გაქვთ ურთიერთობა, ანუ ესე იგი რაღაცა ცვლილება შეიძლება იყოს რა. ან ესე იგი საერთოდ ამ შემთხვევაში ხო გვერდხების რაინდ გვაჩვენებს ჩვენ რომ ანუ მე ვჩქარობ, მე მინდა გავაკეთო რაღაცა და აი რაღაცა ცვლილებები უეჭველი იქნება, ან დაჩქარება. თუ დაუშვათ იყო რაღაცა ისეთი მომენტი რომ თქვენ ცხოვრებაში არაფერი არ ხდებოდა და იყო ცოტა ისეთი ენერგიები რომ თქვათ, ნუ არაფერი რა. დაუშვათ ისეთი. ან იყო, მაგრამ აი ნელა ვითარდებოდა, ან არ ვითარდებოდა, ან ერთი და იგივე იყო, აქ შემიძლია გითხრათ, რომ უკვე რაღაცა, ანუ ცვლილებები უეჭველი შემოვა. ეხლა მე ჯერ კითხვებს ვნახოთ და მე როგორ საერთოდ კიდე მე რა მოგცემთ ინფორმაციას, ჯერ ვნახოთ ახლა კითხვებზე, მაინტერესებს, რას გვიპასუხებს ზუსტად ტარო. ვნახოთ ახლა რა ახალი შემოვა ჩემს პირად ცხოვრებაში, ანუ თქვენს. აი ხო გეუბნეთ, ვიცოდი რომ რაღაცა იყო აქ, მეთქი ეს ტყილა არ გამ აქ აი თქვი აქ, მაგრამ მოვა როგორ ვისაც ყავთ ჩვენ პოზიცია რომ ნუ თუ
ის როგორ განვითარდება, შეიძლება თქვენ შეიძლება ახალი მოდის ჯერ არ ვივა უბრალოდ აი როგორც რა ამ ჩვენ გითხ ეს იგი რა აქ ახალი აქ ვინ გამოდის შემდეგი ჩვენ გითხ შანსი რომ ახალი აქ ნუ ყოველ შემთხვევაში რომ იქნება სულ ურთიერთობაში ცენტიანი და ნუ არის თუ არა შანსი ხო აქ ახლა შემიძლია ჯერ მაინტერესებს მინდა იმიტომ რომ აქ რო არკანი ზე დამოკიდებელ თუ არ დაგეზარებათ აი ვნახოთ აი მაინც აი მილიონი კონსულტანტი ვუთვის მაუც ესეთი ისე ჩვენ რომ ვიკითხებით რა ნახეთ გასაგებად რო გაიგო ესე იგი მოკლედ ძალიან გამოვიდან სულა მარტოობიდან მაგრამ მაინც კი უნდა გითხრათ რომ აქ შემოუშვათ ვინ ენერგიებში ნუ ძალიან ვეჭველი ჩუნაკტარო ხო შეიძლება აი ნახოთ ხებირო აი თუ მყავ ეს ამაზე პასუხი უშოთ ანუ ბული ურთიერთობა ეს არის ზუსტ ხო აზებო ეხლა უკვე როგორ აი უკვე გაქვთ ან მომდიოდა რაღაც თითქოს იმედი მაქვს რომ ჩავწერე რა ღმერთო ანუ ყოველ შემთხვევაში აქ მაჩვენებენ იმას რომ შეიძლება თუ არ გესმოდათ ხმა მე მომწერეთ რამე კი შევამოწმებ რაღაც შეიძლება პერიოდში მაინც გამივიმეორებ აქ ცოტას რა აი აქ არის მომენტი დაუშვათ ხო ისეთი ენერგიები შემოდის რომ უფრო მე ვფიქრობ რომ აქ ახალი შემოდის ურთიერთობა იმიტომ რომ ძველზე თითქოს თქვენ რაღაცა აი იცით როგორ მოჭრით რა გადაწყვეტილებას მოჭრილად მიიღებთ იმაზე რომ всё აქ იმათვის ვისაც გაქვთ უკვე ხანძლივი თქვენ ხანძლივი თქვათ ეხლა პაუზა იცოდეთ რომ აქ არის სიტუაცია როცა თქვენ ნამდვილად დაასრულებთ ურთიერთობას იმიტომ რომ აქ უკვე მიღებული გაქვთ თქვენ გადაწყვეტილება აი ძალიან ცოტა შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ ეს შეიძლება თქვა დაუშვათ დასრულდეს რაღაცა პაუზა და თქვათ ეხლა ის ადამიანი მოვა თქვენთან მაგრამ აქ იცით რომ რა შემთხვევაში შემიძლია ვთქვა თუ ეს ადამიანი არ არის თავისუფალი თუ სამკუთხედში ხართ მიხვდეთ შეიძლება ეს ადამიანი
მაგრამ აქ რო რაღაცა გადაწყვეტილების მიღება მოხდება ამ ძველი ურთიერთობაში, ან თუ დავუშვათ რომელიმე გაქვს, ხო? აი აქ არის რაღაცა მომენტი, მაგრამ აი ხმალების საერთოდ ტუზი უფრო იმას გვეუბნება, რომ უფრო თქვათ რაღაცას დავასრულებ, გადავჭრი უკვე ხო რაღაცას, ხო მივხვდეთ, აი უფრო ესეთი ენერგია მოდის ჩემთან და აი აქ არის რომ შეიძლება იმიტომ ეს ახალი მოდის, აი მიიღებთ თუ არა. ეს პოზიცია მაინც მაწუხებს ძალიან, იმიტომ რომ რაღაც გაურკვეველია რა. არა ახალი. არის შანსი. კი, ახალი 1000%-იანი, 1000%-იანი ახალი. უბრალოდ ეს არის, რომ თქვენ თვითონ ბრძოლობთ, თქვენ შეიძლება ებრძვიოთ თქვენს თავს. აი თქვენ თუ შემოუშვეთ, იმიტომ მომდის აი ეს, რომ თუ არ დაგეზარება, მაგრამ აი თუ შენ თვითონ შემოუშვებ, მაგრამ აქ მაღალი ძალები უკვე გიგზავნიან რა ახალ ურთიერთობას კი ამ პერიოდში. მაგრამ თქვენ რას იზავთ, თქვენზეა დამოკიდებული, თორე აქტიურობა არის. აქ დაჟე არ გამოვრიცხარო სხვადასხვა ასაკის ადამიანებიც შემოვიდა. მე გავაკეთოთ ჩვენ ახლა უკვე ახალზე, თუ გინდათ მომწერეთ, რომ აი მაინტერესებს ახალზე ვინ არის ეს გვერდხების მეფე ხო და გავაკეთებ. კარგით, ახლა კიდევ ნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი კითხვა ჩვენ გქონდა, ანუ შეიძლება რა გაკვეთილებია ამ პერიოდში თქვენ გაგვით გასავლელი, ხო? რა გაკვეთილება თქვენი თვით სიყვარულის. აქ არის ზუსტად ეს მომენტი, რომ თქვენ აი აქ დაჟე როგორი მომენტია, ხო ხედავთ, რო გვაჩვენებენ აი ამ პოზიცია, არის თუ არა შანსი კი არის. მაგრამ შენ როგორ მიიღებ ამ შანსს, ხო? შენ როგორ აქ არის ძალიან როგორი მომენტი, იცით, მაინც აი იმას, ანუ ბრძნულად უნდა მიიღო, იცით როგორ არის, აი თითქოს როგორი აი არ მასვენებს ღმერთო ეს პოზიცია, იმიტომ რომ ვერ ვიღებ იმას, რომ კვერთხების შანსი არის. შეიძლება ისეთი ადამიანიც იყოს, მაგრამ ჯერ პირველი ეს გამოვიდა, მე ამით დამიდასტურეს, ხო? აი ეს რუსულად მოდის სიტყვა ზალიპანია რა, შეიძლება მოგეწონებათ, იცით და შეიძლება ეს ადამიანი, რომელიც შემოვა შეცვლის თქვენ ცხოვრებას. მაგრამ აქ ხო გეუბნებით, ანუ რა გაკვეთილები, სიყვარულის გაკვეთილები. აი აქ თითქოს, იცით როგორ, აი აქაც ხო გვანახეს რაღაც განულება. და გაიაროთ თქვენ რაღაცა განულება. სიყვარულის გაკვეთილი. აი როცა შეიძლება ზოგი აქ ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენ დიდი ხანია იჯექით აქ, გოგოებო, იცოდეთ რომ ენერგია მოდის აგერა. თქვენ თვითონ ეხლა არ გამოტოვოთ რა, ძალიან აგთხოვთ, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ხანი აქ ვიღაცა ზის მარტო და ამიტომ ახლა ეშინია, შიში შეიძლება გქონდეთ რა. მაგრამ აქ ახლა უმრავლესობას ძველი ურთიერთობა დასრულებულია, თან დიდი ხანია, იმიტომ რომ ახლა ზოგი გაშორებული აქვს მარს, თქვა, ზოგი თქვა პარტნიორს თან დაამთავრა ურთიერთობა, ხო გითხარით რა. და კარგი, შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ, ესე იგი რა დაბრყოლებები შეიძლება გამოჩნდეს რა. არჩევანი, აი ხო გითხარით, არჩევანი. აი არჩევანი როგორი სახის არჩევანი, ეგაც მაინტერესებს, იმიტომ რომ აი ეს პოზიცია, იმიტომ ცოტა რაღაცნაირად მაღიზიანებს, იმიტომ რომ მე ვხედავ რომ აჰა, მოდის, მაგრამ არჩევანი რა? რა სახის არჩევანი იქნება დაბრყოლება? ცვლილებების, ანუ так, ნახეთ ახლა რა ხდება. გოგოებო, ჩემო სიხარულებო და вообще ვინც ახლა. აი ეს ამ ძველი ადამიანის დატოვება თქვენ გიჭირთ. მიხვდით? აქ ესე იგი ნახეთ რა შეიძლება იყოს აქაც. თუ თქვენ ფიქრობ და დიდი ხანია თქვენ თუ ვიღაცას ელოდებით, ნახეთ რა გიშლით ხელს, აგერ არის ეს ადამიანი, აგერ დგას, ეს შეიძლება. ანუ თქვენ აქ ვიღაცა ელოდებით დიდხანს ამისი დაბრუნება, აი ამის ეს ერთი და იგივე ენერგია. მიხვდით?
და ვერ აი კი ხა აი სანამ ეს როგორი მომენტი იცით როცა აი ჩემოდანი რა იმის სახელურის გარეშე რა რომ თრევაც ძნელია მაგრამ დაგდებაც მენანება მიხვდეთ რა ხდება და ამიტომ არის აი ეს სიტუაცია ეს უნდა შეცვალოთ ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს ეს მომენტი უნდა ამოაგდოთ თქვენ თავიდან მიხვდეთ რა ხდება და თქვენ სულს დაუჯეროთ თქვენი თავი შეიყვაროთ რა და აქ ესეთი პერიოდი გაქვთ რომ თქვენი სურვილი ასრულდება სიყვარულის და თემაში თუ თქვენ თვითონ დაასრულებთ ამ მძიმე რაღაცა თვირთის დღევას იმიტომ რომ აქ მე შეიძლება ზოგი ვაფშე წლები ზის და ელოდება იმას როდეს დაბრუნდება ან როდეს რამე გადაწყვეტილებას მიიღებს ან როდეს წავა თქვა ოჯახიდან და ის ბოდიში და გაბოლებს და გეუბნება რომ აი ხზე ხვალ მასზე და მე მილიონი ესე დაიმახსოვრეთ აი სამ კუთხეზე საერთოდ ძალიან ესეთი მძიმე სიტუაცია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ეხლა, აი დამიჯერეთ ეხლა როგორც გინდათ, ანუ დამიჯერებთ, მე გეუბნებით როგორც მუშაობ. ეს არის, ანუ ეგეში იმ შემთხვევაში წამოვა ოჯახიდან თუ ცოლი მაგას ჩემოდანებს ჩაოლაგებს და ეთქოს თუ კარგად ბრძანდებოდი. თავისით არც ერთი არ წავა სამკუთხედიდან, არ წავა, იმიტომ რომ ის ეძებს იმ სხვა ურთიერთობაში იმას, რასაც ვერ იღებს იმ თავის მომდინარე ურთიერთობაში. დაიჯერეთ. იმიტომ რომ ახლა ადამიანი ახლა რაც არ უნდა გითხრას, რომ აი ეს არის, აი მილიონი მიზეზი გითხრას, გითხრათ თქვენ მაგას, აი ჩემთან რა მოგწონს, აი რო გეტყვის თქვა, ზოგი გეტყვის სექსი, ზოგი გეტყვის აი კარგად საჭმელებს აკეთებ გემრიელად, შენთან ვისვენებ სულიერად, ხო? მაგრამ რომ უთხრა რომ აი მაშინ რატო არ მოდიხარ ჩემთან და რატო არ ტოვებ შენ ოჯახს რომ ჩემთან სულიერად ისვენებ იმიტომ რომ იქ შეიძლება შვილები ყავს იქ ნათესავები ყავს იქ შვილიშვილები ზოგს ყავს იქ კიდე რაღაცები და ადამიანმა რომ ეს ნაბიჯი გააკეთოს უნდა იყოს ძალიან ძლიერი იმპერატორი უძლიერესი და ასეთები არიან ძალიან ცოტა იმიტომ რომ ქალები უფრო რისკიანები არიან ქალებს ქალში უძლია თქვა აი ისეთ მონსტრ ქმარს უთხრეს რომ მე მივდივარ შენგან იმიტომ რომ სხვა შემიყვარდა თუნდაც აი სიკვდილის პირას იდგეს ვიდრე მამაკაცი რომელიც შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემომტანი ოჯახში და მაგაზე იყოს მთელი ოჯახი მაგრამ ვერ გარისკავს იმიტომ რომ არა აქვს რა მაგისი შნო მაგისი ძალა მაგისი რაღა ნუ არის ეგრე ბიჭებო არ გეწყინოთ უბრალოდ მე ვიძახე რასაც როგორც მუშაობს და ეს არის ძალიან აი პატარა პროცენტი და კიდევაც გეუბნები უმრავლესობა იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ მე არ ვიზახე დაქვრივებულის მე არ ვიზახე ხა გაშორებული არ გვაქვს ლაპარაკი ხო კი ზოგის დაქვრივებული არის მაგრამ თქვა ეგ შვილები უკვე შვილები ერევიან მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში აი ეს მომენტი ხდება всё, ვისაც არ აინტერესებდა სამკუთხედები მაპატიეთ, მაგრამ ნუ აქ სიტუაცია ისეთი დამიხატეს, რომ უნდა მეთქვა, ესაც ალბათ ვიღაცისთვის იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეს არის ეს არჩევანი, ეს არის როგორც დაბრყოლება თქვენი ზოგისთვის, რო თქვა, შეიძლება სულაც არ აყავს მაგას ოჯახი, მაგრამ უბრალოდ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და მაინც თქვენ ვერ ტოვებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს ზოგჯერ ეს ძველი ურთიერთობის დატოვება, იმიტომ რომ ვერ შევდივართ ახალში, იმიტომ რომ თუ შენთან ადგილი დაკავებულია შენ გონებაში დაკავებული ენერგეტიკულად დაკავებული ადგილი ის ვერავინ ვერ შემოვა ძალიანაც რომ უნდოდეს ეხლა შენ რო ზიხარ იმ სკამზე რანაირად დაგიჯდება ვიღაც ვინ დაჯდება იმ სკამზე всё ზიხარში დაკავებულია აი ესე არის ეს სამართლიანი ენით რო აგიხსნათ რა ეხლა ნახოთ როგორ შეგიძლია თქვენ თვითონ რომ დააჩქარო დადებით ცვლილებები აი ეს არის ზუსტად რომ თქვენ თვითონ უნდა მაქსიმალურად გაანალიზოთ სიტუაცია, მივხვდეთ, გადაჭრით თქვენ თვითონ. მივხვდით? ნუ შეგიძლიათ ვინმე წახვიდეთ თქვა ფსიქოლოგთან, შეგიძლიათ თქვა წახვიდეთ არ ვიცი მამაო თუ ყავს, რა ვიცი, მე ნუ დაელაპარაკოთ, ანუ კიდე პრინციპში ახლა როგორ შეიძლება თქვენ ახლა დააჩქაროთ ну, ხო გეუბნე, ან ყურუმთან წადეთ, გაშლა გააკეთეთ ვინმესთან და პირადად გაგიშლიან და გაგიკეთებენ და
გაიგებთ ინფორმაციას, რომელიც არის თქვენთვის ახლა დახურული. სხვათა შორის თუ ვინმეს გაქვთ რაღაცა ცოდნა და თქვენ მაგას არ ხსნით, აკაც აი ნახეთ ახლა ნუ დამიჯერეთ, მე ვერ ვაკეთებ ესეთ, აი ვერ ვაკეთებ, კი არ ვაკეთებ რა გაშლებს, რომელიც არის ძალიან უბრალო. მე მაინც აი ჩემთან ერევა ხოლმე ეს სულიერი დონე და მიწიერე და ამიტომ ნუ რა ვქნა ახლა ასეთი გაშლები მაქვს ვისაც მოსწონთ კი ხართ აბა ვისაც არა და მარტივი გაშლები აკეთებენ სხვა გოგოები და მიდით მაგაცთან აქ არის როგორ რატო ამაზე თქვი გავამახვილე ყურადღება იმიტომ რომ აქ არის როგორი თემა ანუ როგორ შეგიძლიათ თქვენ აი დაუშვოთ მე ძალიან ბანალურია სხვა ბანალური ღმერთო ჩემო ძალიან რთულად პირიქით გასაგები არის როგორი თემა აი მაგალითად მატრიცას რო ვაკეთებ რა ორი წამი მომისმინეთ რა იქ არის ზოგჯერ ისეთი რჩევები აი მაგალითად უბრალო ხო თქვათ ადამიანს აქვს ფინანსური მდგომარეობა მაგას აქვს ფულის კარმაზე მე-19 ენერგია და ვერ ლაგდება რატო ვერ ლაგდება ყველაფერს აკეთებს შრომობს ადამიანი არანაირად არაფერი არ ვლაგდება ყველაფერი აი ყველა თუ რამე ზელკები არის ან რაღაცა ხელშეკრულება სულ ყველაფერი ფუჭდა რატო იმიტომ ცუდი დამოკიდებულება აქ თავის დედმამიშვილებთან 100 წელი ვერ მიხვდები შენ რომ ეს დედმამიშვილებთან ცუდი დამოკიდებულება მე მიშლის ხელს იმაში რომ მე მქონდეს განვითარება ჩემს ფინანსურ მდგომარეობაში აი მატრიცა ესეთი თემაა აი ზუსტად აქ არის ეგეთი მომენტი რატო გამახსენდა როცა შენ აი რა შეიძლება რომ დააჩქაროს ხო აი პირად დანიშნულებას როცა შენ გადიხარ ხო როცა შენ არ ეწინააღმდეგები აი ყველაფერი აბსოლუტურად გეხსნება აბსოლუტურად ყველაფერი და გადადიხარ ეგრევე სხვა ეტაპზე გამოდიხარ შენ დაბრყოლებიდან შენ პირად ძალას ხსნი და შენი პრობლემები ეგრევე მიდიან მიხვდით ყველანაირი აქ თქვენ რაღაცას ეწინააღმდეგებით რაღაცას არ ხსნით აი დაიწყებთ თუ არა ეგრევე თქვენ წინსვლა გექნებათ ყველაფერში რომ ძალა გაიხსნება თქვენი ეგრევე ძალა თქვენი პირადი ძალა და ეგრევე მიდის წინსვლაში გადადეხართ მიხვდით ეს ახლა უნდა მეთქვა ეგაც აუცილებელია და ამიტომაც გავაკეთე ეხლა ამ პერიოდში მithumedes ეს მატრიცაზე კონსულტაცია ცოტა კი არა კაი ფასდაკლება გავაკეთე რომ ნუ თუ ვისაც ახლა ალბათ არის რაღაც საჭირო მე მივყვები სამყაროს სადაც მეუბნები იმას ვაკეთებ всё ნახოთ აბა ესე იგი რით გაგახარებს პირადი ცხოვრება ამ თვეებში რითი გაგახარებს აი დაინახეთ თქვენ რა ხდება აი გითხარით რა აი გაგახარ რაღაცა ბედნიერება შემოდის რაღაც კარგად იქნები ძალიან ახლა შეიძლება თქვათ ახლა აი ეს ადამიანის თქვათ თუ შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში ახალი ხო შეიძლება ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ვიღაცა ვისაც გაქვთ თქვა სხვა შეს აი ურთიერთობა მაგას არ არის ეს ურთიერთობა რომელიც თქვათ ჩვენ აქ აღწერეთ სიხარული რაღაცა გაგიხარდება აი უეჭველი მაგრამ ნახეთ რაც მაჩვენებენ პრინციპში აი ამას ვინც გაითვალისწინებს თქვენს გაგიხსნებათ ეგრევე ახალი გზა ბედნიერი ცხოვრების ნახეთ აი ეს გაითვალისწინეთ რა ძალიან გთხოვთ და აქ კიდე არის როგორი მომენტები იცით ვინც ახალს გაიცნობს ადამიანს ხო არჩევანს გააკეთებს სწორს თქვენს გიქნებით ძალიან ბედნიერი რაღაც კარგი პერიოდი შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ნუ შედეგი ვნახოთ შედეგი ანუ შედეგი არის ისეთი რომ თუ თქვენ აი ამას ეს 7-იანი ხმალების აქ არ არის ყოველთვის ტყუილები და რაღაცები რომ იცენ მარტო თქვათ ხა მნიშვნელობები არა ეს იმას ნიშნავს თუ აი აქ ამ შემთხვევაში რომ შენ თუ გაითვალისწინებ რასაც გეუბნებიან ხო ამ ცოდნას და გამოიყენებ მაშინ ყველაფერი კარგად იქნება მიხვდით რას ნიშნავს ეგა ანუ მართალიც ვარ კი მართალი ვარ კი აბსოლუტურად მართალი ვარ აბსოლუტურად ვარ მართალი აბსოლუტურად twin chart-ე დაივიწყე ნუ ატყუებ თავს დაივიწყე შენი თქვათ ის რაც უკვე აღარ გჭირდება და ანუ ეგრევე შემოდის ახალი სიტუაცია შენთან და ბედნიერება გოგოებო აი და ბიჭებო აქ ხა
დრო მოვიდა, რომ აი გოგოებისთვის უფრო კიდე, რომ თქვენ უკვე გაკვეთილები, ნახეთ, თქვენს უკან დარჩა ყველაფერი უკვე. ხო ხდებით, უკვე ბედნიერება გელოდება წინ. უბრალოდ აი ეს დაასრულეთ, ეს ცივი ენერგია აღარ გინდა თქვენ უკვე აი ეს პოზიციები რა. აი ახალს მიენდეთ. კი, და თქვენი თავი შეიყვარეთ. ახალი ბედნიერება შემოდის თქვენ ცხოვრებაში და მიიღეთ ეს. თუ რა თქმა უნდა რეზონირდა, გელოდებით თქვენ კომენტარებში, ჩემო სიხარულებო და გელოდებით კონსულტაციებზე. კი ბატონო, თქვენთვის ვაკეთებ მე მამას, ჩემო სიხარულებო. გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.